ბრენდული სახლის შესახებ უნდა მოგიყვეთ საქმიანებს ბრენდის, რომელიც მომხმარებლებს საოჯახო ტექნიკას, ჭურჭელს, აქსესუარებს, ტექსტილს და მათ შორის საბავშვო ნივთებს სთავაზობს. ბრენდული სახლი თბილისში უკვე 2 ფილიალით არის წარმოდგენილი, თუმცა სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს. ამ წლის ბოლომდე დედაქალაქის მასშტაბით კიდევ 2 ობიექტის დამატებას გეგმავენ. მომდევნო წლიდან უკვე რეგიონების ბაზარზეც შევლენ. Როგორი არის ბრენდული სახლის კონცეფცია, რას სთავაზობს ის მომხმარებლებს და როგორ გამოიყურება მისი 5-წლიანი ისტორია, ამაზე დეტალებს და ვიდეო ისტორიას მოგიყვებით თიკო ნატმელაძის მიერ მომზადებული სიუჟეტით. ყველაფერი, რაც შენი სახლის სიმყუდროვისთვის გჭირდება, ერთ სივრცეში. ასეთი კონცეფციით, იდეითა და მიზნით 5 წლის წინ თბილისის ქუჩებში ტრენდული სახლის პირველი ფილიალი გამოჩნდა. ჭურჭელი, ტექნიკა, აქსესუარები, ტექსტილი, საბავშვო ნივთები, მოკლედ ყველაფერს თავი მოუყარეს და შექმნეს სივრცე, რომელიც ყველა ადამიანის გემოვნებას, ინტერესს და სურვილებს მოერგებოდა. ზუსტად იცოდნენ, რომ იმას ქმნიდნენ, რაც ქართულ ბაზარს განსაკუთრებულად სჭირდებოდა. მომხმარებლისთვის ისეთი კომფორტი უნდა შეექმნათ, რომელიც მის დროსაც დაზოგავდა და სურვილის შემთხვევაში ფინანსებსაც. ჩვენ ყველა სეგმენტზე გვაქვს გათვლა, როგორც მაღალბიუჯეტური პროდუქცია, ასევე დაბალბიუჯეტური და ხელმისაწვდომი პროდუქცია. რაც შეეხება კოლექციას და პროდუქციას, რომელიც წარმოდგენილია ჩვენთან, ძირითად შემთხვევაში ჩვენთან მომხმარებელი შეხვდება საოჯახო ნივთებს, როგორიც არის სახლის დეკორი, ჭურჭელი, ასევე სამზარეულოს ტექნიკა და ყოველდღიური გამოყენებისთვის საჭირო ტექნიკა. გარდა ამისა, დაგვემატა 2 ახალი მიმართულება, ეს არის ავეჯი და ასევე ტექსტილი და მესამეს დავამატებდი, რომელიც არ უნდა გამორჩეს, ეს არის საბავშვო სივრცე, მათ შორის დედებს, მშობლებს შეუძლიათ, რომ ერთ სივრცეში შეიძინონ როგორც სახლისთვის საჭირო ნივთები, თავიდან კი ყველაფერი ერთ ფილიალით დაიწყო, თუმცა მომხმარებლის მოთხოვნამ და ინტერესმა უბიძგათ, რომ გაფართოებისკენ ახალი ნაბიჯი გადაედგათ. ხოდა ცოტნე დადიანის 156 ნომერში დაბადებულ ბრენდს რამდენიმე თვის წინ კიდევ ახალი ფილიალი დაემატა. ამჯერად სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში. აქ გაჩერებას ახლაც არ აპირებენ. ამბობენ, რომ მომხმარებლის მაჯისცემას მიყვებიან, ამიტომ უახლოეს მომავალში ტრენდული სახლის მაღაზიები თბილისის სხვა უბნებშიც, შემდეგ კი რეგიონებშიც გამოჩნდება. სამომავლო გეგმები ბრენდს აქვს ძალიან დიდი. ჩვენ ვაპირებთ არა მხოლოდ თბილისში, არამედ თბილის მიღმაც უკვე გავიდეთ და სხვადასხვა რეგიონებში გაიხსნას ტრენდული სახლის ახალ-ახალი ფილიალი. პირველ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა, რომ წლის ბოლომდე დედაქალაქს დამატებით კიდევ 2 ახალი ფილიალი შეემატოს. ეს არის გლდანი და ასევე ვარკეთილი, რადგანაც მომხმარებლების მხრიდან შემოგვდის ძალიან ბევრი შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურთ მათ რაიონებში იყოს ტრენდული სახლი. მომდევნო წლიდან კი ვაპირებთ და ჩვენი გეგმა არის და ამოცანა არის, რომ ტრენდული სახლის ფილიალი გაიხსნას რამდენიმე რეგიონში. თუმცა სანამ ჩვენი ქვეყნის რეგიონებში ფეხს ოფიციალურად შედგამენ, იქაურ მომხმარებლებს თავიანთი პროდუქციის გარეშე არც ახლა ტოვებენ. საკვირია რომ მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით აქვთ და ყველა წერტილიდან, ქალაქიდან თუ სოფლიდან აქ წარმოდგენილი ასორტიმენტიდან სასურველი ნივთის შეძენა თავისუფლად შესაძლებელია. მომხმარებელზე რომ ზრუნავენ და მათ ინტერესებს მუდმივად ითვალისწინებენ, ამას ის გათამაშებები და შეთავაზებებიც ადასტურებს, რომელსაც ფაქტობრივად ყველა მოახლოებული დღესასწაულის წინ აორგანიზებენ და ცდილობენ, რომ იმათ, ვინც წლებია ტრენდული სახლის ერთგულია, ან თუნდაც მის შესახებ ახლახანს გაიგო, დღესასწაულები მეტად გაუხალისონ. ჩვენ ვართ მომხმარებელზე მორგებული და ორიენტირებული და შესაბამისად მათთვის გვაქვს ხოლმე განსაკუთრებული შეთავაზებები, თითქმის ყოველკვირეულად. ამ ეტაპზე გვაქვს 2 აქტიური კამპანია, ერთი შეეხება 3 მარტს დედის დღეს, მეორე კი 8 მარტვისთვის და ამ შეთავაზების ფარგლებში 3 მარტს ჩვენთან მოსულ მომხმარებლებს დახვდებათ სპეციალური შეთავაზება, ხოლო 8 მარტისთვის კი უკვე დაწყებული არის ეს კამპანია და ჩვენთან მოსული მომხმარებლები ყოველ 100 ლარიან და მეტ შენაძენზე მიიღებენ გათამაშების ბილეთს, რომელიც გაიმართება 8 მარტს საღამოს 10 საათზე ჩვენი სოციალური პლატფორმის მეშვეობით Facebook Live-ში, live რეჟიმში და გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ განსაკუთრებული პრიზები. და დღესასწაულები მხოლოდ გათამაშებებით არ ჩაივლის ხოლმე. ორივე შოურუმში იმ განწყობას ქმნიან, როგორც მოახლოებულ დღეებში ეფერება. ამაზე დიზაინერი ზრუნავს. მხოლოდ სპეციალური დღეებისთვისაც არა, ინტერიერი და გაფორმება ლამის ყოველკვირეულად იცვლება. ტრენდული სახლი ყოველკვირეულად ანახლებს კოლექციას. ჩვენი ინსპირაცია გახდა
გახლავთ პირველ რიგში მოახლოებული დღესასწაულები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თქვენ ნახავდით, რომ ჩვენ შოურუმში არის მოთავსებული საახტკომო ულამაზესი კოლექცია, რომელიც რაღაც 2 დღის განახლებული არის. თუმცა ეს კოლექცია ამით არ დასრულებულა და უახლოეს დღეებში ვივიღებთ კიდევ უფრო განახლებულ კოლექციას და შოურუმს ასევე განვაახლებთ. ჩვენ გახლავართ ორიენტირებული მომხმარებელზე, რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ მათ მოთხოვნებს, მაქსიმალურად ვერ გებით მათ სურვილებზე და შესაძლებლობებზე. წინ დიდი გეგმებია გაფართოების, დედაქალაქის ახალი უბნების ათვისების თუ სხვადასხვა რეგიონებში გამოჩენის, თუმცა მიზანი უცვლელი რჩება. დასაწყისში ჩაფიქრებულ იდეას უნდა მიყვნენ და ყველა მომხმარებლისთვის, წლების განმავლობაში ერთგულებისთვის თუ ახლად გამოჩენილებისთვის შექმნან გარემო და სივრცე, რომელიც ყველა სასურველ პროდუქტს კომფორტულად მიაწვდით.